პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ როცა ადმინისტრაცია იცვლება, სანამ მოხდება დაკომპლექტება ახალი გუნდის, მთლიანად სწრაფი გადაწყვეტილებები ძალიან იშვიათად მიიღება ახალი. ხო და მით უმეტეს, რომ ჩვენივე ხელისუფლების ვისაც ძალაუფლება აქვს ივანიშვილის რეჟიმის წყალებში წყალობით საქართველოს აქ არ იყო თავარი განხილვის საკითხი, ხო? ანუ ეს არ იყო, როცა მთავრობა არ ხავს, ვინც ამაზე მუშაობს, შეუძლებელია, რომ თავისთავად მოხდეს ისე, რომ მთავარ საკითხებს შორის იყოს პირიქით იგნორირებას ცდილობდა ამ საკითხების ჩვენივე ხელისუფლება. ამიტომ პირველად ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ რამე პროგნოზის გაკეთება შეიძლება და მე ცდილობ ხოლმე რომ თავი შევიკავო, როცა არ გიჩინავს ხელში რაღაცა კარი საფუძველი პროგნოზები აკეთო, მაგრამ ამაზე კი შეგვიძლია თქვა, რომ დრო დაჭირდება, როგორც წესი თვეები ჭირდება ხოლმე ახალი გუნდის ჩამოყალიბებას, ამჯერად იმის გამო, რომ უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს ორივე პალატაში, ამ შემთხვევაში სენატია მნიშვნელოვანი. ხო, სენატში მტკიცდება, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ ამ პარტიას აქვს უპირატესობა, უფრო სწრაფად წავა ეს პროცესი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ მაინც ეს არ იქნება რამოდენიმე კვირის საკითხი. და მე ადრეც თქვენ ეთერში მქონია ამას დისკუსია, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი აზრი გაუზიარო ყველას, ვისაც ეს კითხვა აქვს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ესე დამოკიდებული იმაზე, ჩვენი პარტნიორები, თავისუფალი სამყარო, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ სანქციებზე. ის რაც მოხდა უკვე აქამდე ჩვენი ხელისუფლების დასანქცირების თვალსაზრისით, საკმარისზე მეტი განაჩენია პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არსებობს უზარმაზარი რესურსი შემდგომი წნეხისა, რაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ოღონდ ჩვენ გაცვლა იმაზე არ უნდა გქონდეს, რომ აი ხვალ ამას მიიღებენ. ამ მოლოდინზე დაждდომა შემდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული ქვეყნის შიგნით პროტესტის წინააღმდეგ განწყობილებების გასაღუებლად, რომ აი არ დადგა სწრაფად შემდგომი სანქციები, ესე იგი საქმე ცუდად არის. არა, ჩვენ ქვეყნის შიგნით ამ პროტესტის გაგრძელებით და შეუქცევადობით ამ პროტესტის ვქმნით წინაპირობებს რეჟიმის მორხევისა პირველ ქვეყნის შიგნით და ჩვენი ყველა პარტნიორის და ყველასთვის სტრატეგიული ინტერესი აქვს დამატებითი არგუმენტისა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება ქართულ ხალხს, ჩვენ თავისუფლებას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ჩვენ რეგიონში. ამ მიმდევრობით უნდა იყოს. ამიტომ მე არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ სწრაფ რაღაც შემდგომ ნაბიჯებს, როცა ახალი ადმინისტრაცია ყალიბდება, არ შეიძლება რომ ველოდოთ. კარგი იქნება თუ მოულოდნელად სხვანაირად მოხდება რამე, ხო და იმედი მაქვს არა პირიქით, მაგრამ როგორც წესი ეს ასე არ ხდება ხოლმე. ჩვენ რაც ამ ვიზიტის დროსაც იყო ჩვენი ამოცანა ფედერალისტების და ყველასი იმედი მაქვს, ვისაც ჰქონდა ინტერაქცია და რაც ნამდვილად ვიცი პრეზიდენტ ზურაბაშვილის იყო, სწორედ ამ ჩარჩო გზავნილის მიტანა. საქართველოს არის მნიშვნელოვანი, ქართული ხალხი მორალურად იმსახურებს და პრაგმატულად თავისუფალ სამყაროს ინტერესებში არის. აქ თავისუფალი ქვეყნის დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტის არსებობა და მისი დასავლური უსაფრთხოების ხოლგიშქვეშ ყოფნა, მაგრამ დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და საფრთხეს უქმნის ამერიკის და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ამ რეგიონში. ეს არის ის გზავნილი, იმიტანაც მოხერხდა ჩემი აზრით იმ რესურსით, რაც ამ შეხვედრებმა მოგცა ჩვენ ყველას და ეს არის მნიშვნელოვანი მომავალში ამ პროცესის გასაღრმავებლად და ამ ურთიერთობების გასამყარებლად. ოღონდ ხელისუფლების იმისი, ვისაც ძალაუფლება აქვს შეცვლის გარეშე, ჩვენ ეროვნულ ამოცანებს ვერ მივახცევთ. ეს ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რაც პირველ რიგში საქართველოს შიგნით ხდება. ამიტომ ვერანაირ პროგნოზებს ვერ გეტყვით, კიდევ ერთხელ გითხრათ, ზეგან მასზე რა იქნება, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ესე სწრაფად შემდგომი ნაბიჯები არ გვექნება, მაგრამ ის წნეხი, რაც უკვე არსებობს შეერთებული შტატების მხრიდან, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის დღეს ივანიშვილს პერსონალურად და მის რეჟიმს. ეს ცალკე აღებული არ არის საკმარისი ხოლმე ხელისუფლების შესაძლებლად. ამისთვის აუცილებელი არის ქვეყნის შიგნით გაფართოება და შეუქცევადობა პროტესტის მიასწრებად. ხება გაერთიანებულ სამეფოს და ინგლისს. ხო, რა თქმა უნდა, ფინანსურ მე არ გახლავთ ექსპერტი, მაგრამ ყველამ ვისაც ზედაპირული ცოდნაც კი აქვს ამ სფეროში იცის, რომ ის სანქციები, რომელსაც გაერთიანებულ სამეფო განიხილავს ახლა იმ ბიზნეს სუბიექტების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის რეჟიმთან, დამატებით უზარმაზარი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ტკივილის მიმყენებელი იქნება ივანიშვილისთვის. და ის რეაქცია აბსურდული სამარცხვინო განცხადებებით, რომლის სიტყვას თქვენ მოახდინეთ ჩაესვენა მზეო და ამ შემდეგ, ამით არის გამოწვეული სწორედ ეს ხალხი ხო ივანიშვილს ელაპარაკებიან, ხო, როცა განცხადებას აკეთებიან, მათთვის არც ქართული საზოგადოება არსებობს, არც თავისუფალი სამყარო, გულისხმობ პარტიულ განცხადებებს ოცნებს. ივანიშვილს აჩვენებენ, რომ აი როგორი აღშფოთებულები არიან, იმითი
რა ტკივილსაც მიაყენებს, მაგრამ ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რასაც ერთხელაც გავიმეორებ და რაც უნდა ესმოდეს ყველა ადამიანებს, ვინც შეიძლება კი არა, ჩემგან განსხვავებულად ფიქრობს ბევრ რამეზე და მათ შორის ივანიშვილის რეჟიმზეც არ აქვს ის შეფასებები, რაც გვაქვს მე და თქვენ, ან ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს. ხელისუფლება, ხელისუფალი, რომელიც ღიად ქვეყნის ინტერესებზე წინ თავის პერსონალურ ქონებას და ფულს აყენებს, რომელიც ჩვენ რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ უთხრას ჩვენ მოკავშირეებს, რომ შეგვეშვით, არაფრით არ შეგაწუხებთ საქართველოს ინტერესებისთვის. ოღონდ მე ნუ მათქენთ. ეგ არის, რომ დაწერო რა არის ღალატის განმარტება, ამას ქვია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. ხო, ასეთ სარისკო დროში ჩვენთვის, როგორც თქვენც აღნიშნეთ კითხვაში, როცა მიმდინარეობს დისკუსია, რომელი ფრაქცია გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკური ხედვის თვალსაზრისით. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ არსებული ვითარების შეფასებაზე, ასევე იმაზე რა მოგვიყვანა ამ ვითარებამდე და ბოლოს ალბათ იქნება მნიშვნელოვანი ამაზე ხშირად ვისაუბრია ჩვენ, მაგრამ მაინც ვაშინგტონიდან აი ამ ბოლოს შეხვედრების, განწყობების გათვალისწინებითაც უთხრათ ქართულ საზოგადოებას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუნდაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ამერიკული პოლიტიკური ელიტის საქართველოსთან მიმართებაში კონგრესის, სენატის კონსენსუსის პირობებში, თუკი ჩვენ მოახერხებთ მშვიდობიანად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, გარღვევას, ქვეყანას ეყოლება მოსახლეობის ნდობის მანდატით აღჭურვილი მმართველობითი სისტემა, კოალიციური მთავრობა, რას მიიღებს ამით საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა? ჩვენ მივიღებთ რეალურ ისტორიულ შესაძლებლობას ამ შემთხვევაში, რომ ის არგუმენტები, რაზეც ჩვენ ახლა მოკრეთ ვისაუბრეთ, რაზეც პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ამ ინტერაქციისას ისაუბრა, გავამყაროთ იმითი, რომ ვაჩვენოთ შეერთებულ შტატებს, რატო არის მათ ინტერესში საქართველოს უსაფრთხოება, თავისუფლება და კეთილდღეობა და მივიღოთ ის უსაფრთხოების ხოლგა, რომელიც დაგიცავს ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხისგან, რომელიც მოდის რუსეთისგან და მოგცემს შესაძლებლობას, რომ სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი იყო დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ყველა პრობლემის მიუხედავად, რომელიც ახლავს თან თავისუფლებას და ამ ტიპის დემოკრატიულ რესპუბლიკებს, ყველაზე უკეთ არის ადამიანის თავისუფლება, მისი შანსი ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ დაცული, ჩვენ როგორც იქნა აი ამ სამყაროს ნაწილი ვიყოთ, რაც იყო ოცნება მრავალი თაობის და რასაც შეწირა თავი მრავალმა თაობამ და რაზეც საუბრობდნენ ჩვენი დამფუძნებელი ადამიანები, ილია ჭავჭავაძე დაწყებული და რის გამოც დღეს ქუჩაში დგას ხალხი. ამ ყველაფრის შესრულებას, ამ ამოცანების შევძლებთ, როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ამ ნებას გამოხატავს და ეფექტურად მუშაობს ამ ქალაქში. ოღონდ ჩვენ თუ ეს შანსი არ გამოვიყენებთ, მაშინ ერთი 100-ად გაგვეზრდება საფრთხეები, სწორედ ის საფრთხეები, რაზეც სპეკულირებს ივანიშვილის რეჟიმი, ომის საფრთხე, სვერპლის, ეგ ყველაფერი გაგვეზრდება, თუ დღეს დავჭით ამ რეჟიმის, ვისაც ძალაუფლება აქვს, ამ არა. და იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დაავმარცხოთ, პოლიტიკური პროტესტის გაგრძელებასთან ერთად, უნდა გადავლახოთ ის კრიზისიც, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გვაქვს ქვეყნის შიგნით. ეს აუცილებელია, რომ ყოველთვის ვახსენოთ ხოლმე, ხო? რატო არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ზურაბიშვილისთან ფიგურა არსებობს ყველა განსხვავებების მიუხედავად, რომელიც წარსულში მე პირადად ან ჩვენ პოლიტიკურ ძალას მასთან მქონია და რაზეც შეიძლება აზრიც არ შეგვიცვლია მრავალ მათგანზე. იმიტომ რომ მან მოახერხა, რომ ეს მანდატი მას ჰქონდეს. ოღონდ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, მანამ სანამ ჩვენ ყველას საკუთარ თავსაც გულისხმობ, სხვადასხვა მიზეზების გამო არ გვაქვს ქვეყნის შიგნით ისეთი მყარი პოზიცია იმ ხალხთან მიმართებაში, ვინც ქუჩაში დგას, მათი მხარდაჭერის თვალსაზრისითაც, რომ წარმატებით წარმოვადგინოთ მათ ინტერესი. ეს გამოსასწორებელი გვაქვს ქვეყნის შიგნით და ამას გამოასწორებს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად ახალი არჩევნები და გადაწყვეტვა თვითონ პოლიტიკურ სისტემაში, პოლიტიკურ კლასში. მადლობა გიგა. თავისუფალი კონკურენციის სახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც უკვე საქართველოში თქვენი დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელებთ საუბარს. კი, ოღონდ სარგებლობ ამ შემთხვევაში, რომ ეხლა ეს თქვა, მადლობა შესაძლებლობისთვის. კიდევ ერთხელ მე მგონია, რომ ამ ვითარებაში, ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა ჩააყენა, ის რაც დღეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს ჩვენ საკუთარ თავთან, ჩვენ ყველა თანამოქალაქისთან არის, რომ ამ ინტერაქციის შესაძლებლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ჩვენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს დღეს მოგვცა იმ პროტესტმა, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს. და ამიტომ არის საყრდენი ჩვენთვის ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებამდე. მადლობა გიგა ბოკერია, ფედერალისტების ლიდერი, ვაშინგტონიდან გვერდებოდა.